ვლადიმერ პაპავას გადაწყვეტილება იყოს სწორი იმ მხრივ, რომ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებზე. რაც შეეხება მის თანამდებობებზე დარჩენას 1 მაისამდე, ამას ვაფასებთ დადებითად, რადგან ვიღაცას უნდა შეესრულებინა მისი მოვალეობა და მისი მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება 1 მაისის შემდგომ. რაც შეეხება მიზეზებს, რის გამოც გადადგა ვლადიმერ პაპავა, ფაქტია, რომ ჩვენი გუშინწინდელი განცხადების მიხედვით ჩვენ გამოვაცხადეთ გარდამავალი პერიოდი და ვლადიმერ პაპავას მოვუწოდეთ, რომ აიღო პასუხისმგებლობა მის მიერ მოვალეობის შესრულებაზე. მისი რექტორობის პერიოდში უნივერსიტეტში მოხდა დაპირისპირება სტუდენტებს შორის და ამაზე მას უნდა აიღო პასუხისმგებლობა. ამიტომ მის გადაწყვეტილებას ვაფასებთ დადებითად, მაგრამ როგორც რექტორს არ ჰქონდა უფლება, რომ გამოეცხადებინა ვისი მიზეზით გადადგა. ამიტომ ის ვფიქრობთ, რომ სწორად მოიქცა, როდესაც თავის თავზე აიღო ეს გადაწყვეტილება და თქვა, რომ ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა სტუდენტებმა აუდიტორია 115-დან. ესე იგი, ვლადიმერ პაპავამ ჩვენთან ერთად განიხილა საკანონმდებლო ინიციატივაზე ვისაუბრეთ გუშინ, განიხილა საკანონმდებლო ინიციატივის საკითხი. მოგახსენებათ, რომ აუდიტორია 115 მუშაობს ამ პერიოდში საკანონმდებლო ინიციატივაზე. არის ასევე თვითმმართველობისგან ესეთი მესიჯები, რომ თითქოს ჩვენ ამით უნივერსიტეტს ვულახავთ ავტონომიას, მაგრამ მინდა შევახსენო მათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 67 მუხლის თანახმად საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვს მთავრობას, პარლამენტის წევრს, ფრაქციას, კომიტეტს და 30,000 ამომრჩეველს. ამიტომ ჩვენ როდესაც საკანონმდებლო ინიციატივაში დახმარებისათვის მიმართავთ მთავრობას, კერძოდ განათლების სამინისტროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უნივერსიტეტის ავტონომიის დარღვევა. პირიქით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი განათლების სისტემის შეცვლისკენ. რაც შეეხება პაპავასთან საუბარს, ის დაგვპირდა, რომ დაეხმარება აუდიტორია 115-ს და სტუდენტებს იმაში, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დამუშავდეს კარგად და ის შევიდეს საქართველოს განათლების სამინისტროში ისეთ სახით, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს ჩვენი მოთხოვნები. და რა არის თქვენი მოთხოვნა, რა ცვლილებაზე არის საუბარი? განათლების შესახებ, უმაღლეს განათლების შესახებ კანონში 45 მუხლში, რომელიც ეხება თვითმმართველობის უფლებამოსილებებს, უნდა შევიდეს რამდენიმე ცვლილება. რაზეც ახლა მუშაობა მიმდინარეობს, ამიტომ ზუსტად დეტალებს არ გავახმაურებ, რადგან შეიძლება რაღაცები შეიცვალოს და რომ არ მოხდეს დეზინფორმაცია, ამის გამო ყველაფერზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ ზოგადად თვითმმართველობა როგორც ასეთი, რასაც ხშირად ამბობენ, ის არის, რომ ბოლონიის პროცესში არის გაწერილი, რომ თვითმმართველობა ვერ გაუქმდება, მაგრამ ბოლონიის პროცესში სიტყვა თვითმმართველობა არსად არ არის ნახსენები, უბრალოდ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უნდა არსებობდეს, როგორც ასეთი. ამიტომ ეს აუცილებლად იქნება დაცული, რადგან საერთაშორისო შეთანხმება არის ასეთი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იქნება დატოვებული სტუდენტთა გარკვეული ჯგუფის, მაგრამ ჩატარდება რიგი რეფორმები, რის შედეგადაც პრივილეგირებული ჯგუფი აღარ იარსებებს სტუდენტების, რასაც დღეს ქვია თვითმმართველობა. თქვენ იცით, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს. კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ გასაგებია ამაში უნდა შევიდეს ცვლილება, რომელსაც არ აქვს. აი, რას ეთქვა კონკრეტულად? რას გულისხმობს ეს სისტემური ცვლილება? გულისხმობს იმას, რომ სტუდენტები პირდაპირ არჩევის წესით მონაწილეობას მიიღებენ აკადემიურ საბჭოს და სენატის ფორმირებაში, ისევე როგორც რექტორის არჩევაში და გუშინ ვლადიმერ პაპავამაც თქვა, რომ ეს არის ძალიან მისასალმებელი, თუ სტუდენტების და ლექტორების მაქსიმალური ჩართულობა იქნება რექტორის არჩევნებში. ისმის, გავაგრძელო ხო? რექტორის არჩევნებში. რაც გულისხმობს იმას, რომ რექტორი არ უნდა აირჩიოს გარკვეულმა ჯგუფმა, 14-მა ან 15-მა ლექტორმა, არამედ მთელმა პერსონალმა უნივერსიტეტის, ისევე როგორც არ შეიძლება რომ სტუდენტებმა წარმომადგენლობითი ხასიათით მიიღონ მხოლოდ 12 წევრით სენატში მონაწილეობა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. შეგახსენებთ, რომ ამ 12 წევრიდან 10 არის თვითმმართველობის წარმომადგენელი, რომელსაც გამოუცხადეს უკვე სტუდენტებმა უნდობლობა, მხოლოდ 2 არის ნეიტრალური სტუდენტი ამ 12 სტუდენტიდან და შესაბამისად ამ ორგანოს არ აქვს დიდი ნდობა სტუდენტების მხრიდან. ამიტომ უნდა მოხდეს ამ ყოველივეს ფორმირება ისეთ დონეზე, რომ სტუდენტები იყვნენ მაქსიმალურად ჩართული უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. აი ეს ამას გულისხმობს ზუსტად საკანონმდებლო ცვლილება. თუმცა იყო
ესეთი ბრალდებები ჩვენს მიმართ, რომ თითქოს ჩვენ ამ საკანონმდებლო ცვლილებით ვუზღუდავთ ვიღაცას თავის უფლებას, რომ კონდეს ისე მოწყობილი უნივერსიტეტში საქმე, როგორც უნდა. რაც შეეხება ჩვენს მოთხოვნას, რომ აკადემიური საბჭო გადადგეს ვლადიმერ პაპავასთან ერთად. ამის საფუძველი არის ის, რომ აკადემიურმა საბჭომ ვეღარ მოახერხოს და ვეღარ აირჩიოს კანცლერი, რადგან აკადემიურ საბჭოს სტუდენტების ჯგუფის მიერ აქვს უნდობლობა გამოცხადებული და არ შეიძლება, რომ აკადემიურმა საბჭომ აირჩიოს კანცლერი. უნდა შეიცვალოს საერთოდ კანცლერის არჩევის წესი და ამაში უნდა მოხდეს სტუდენტების მაქსიმალური ჩართულობა, რადგან თავიდან ავირიდოთ ის რიგი პროცესები, რაც მოჰყვა ზუსტად კანცლერის არჩევას. გაგახსენებთ, რომ სწორედ სტუდენტური პროცესი დაიწყო კანცლერის არჩევის შედეგად, როდესაც კანცლერის არჩევნები იყო ისე ჩატარებული, რომ სტუდენტებს ამაში არ მიუღიათ მონაწილეობა. სწორედ ეს გახდა დაწყების საბაბი და მიზეზი. და აქედან გამომდინარე, რომ აღარ მივიღოთ ისევ იგივე, აკადემიური საბჭო უნდა გადადგეს ვლადიმერ პაპავასთან ერთად. 1 აპრილს მოგვცა განათლების მინისტრმა ვადა, რომ წარმოვდგინოთ მას ჩვენს მიერ განხორციელებული რიგი ცვლილებები კანონში, რასაც რა თქმა უნდა ჯერ დაამუშავებენ იურისტები, შემდეგ განათლების სამინისტრო ამას განიხილავს და შეიტანს პარლამენტში ინიციატივას. შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობაში ცვლილება სჭირდება არანაკლებ 1/3 სრული შემადგენლობისა, ანუ 50 კაცი მაინც, ამიტომ ის ბრალდებები, რაც ჩვენს მიმართ მომდინარეობს, რომ თითქოს ჩვენ ერთპიროვნულად ვწყვეტთ, რა შეიცვალოს კანონში, არის ყოველად უსაფუძვლო, რადგან ეს ცვლილებები შედის პარლამენტში და 50 დეპუტატის ხმარი საჭირო იმისათვის, რომ კანონი შეიცვალოს. გარდა ამისა, რასაც ჩვენ კონკრეტულად ვითხოვთ, არის ის, რომ კანონი შეიცვალოს ისე, რომ ეს არ იყოს ვიღაცისთვის ზედმეტად საზიანო, ან კანონის ნორმები არის ყოველთვის ფართო და ბუნდოვანი, რადგან მისგან გამომდინარეობდეს შემდეგ წესდებები, თუნდაც შიდა საუნივერსიტეტო. ამიტომ ის ფაქტი, რომ თითქოს რაღაც დირექტივები და წესდება ამით, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული. უნივერსიტეტის ან კანონმდებლობის შიდა განაწესის მიხედვით არის სწორედ შესაძლებელი, რომ ანუ ეს აკადემიური საბჭო ასე აღდგეს და გადადგეს უშუალოდ იგივე პაპავასთან ერთად. კი, გუშინ ვლადიმერ პაპავამ ისაუბრა ჩვენთან შეხვედრაზე, რომ აკადემიურმა საბჭომ გამოთქვა მზაობა, რომ შეუძლია ნებისმიერ დროს გადადგეს, თუნდაც მასთან ერთად, უბრალოდ ის ამბობს, რომ აკადემიურ საბჭოს გარეშე ვერ ფუნქციონირებს უნივერსიტეტი, რაც ყოველად ალოგიკურია, რადგან თუ რექტორის გარეშე შეუძლია უნივერსიტეტის ფუნქციონირება, თუ კანცლერის გარეშე შეუძლია უნივერსიტეტის ფუნქციონირება, აკადემიურ საბჭოს ანამ გადადგება შეუძლია აკადემიურ საბჭოსაც განახორციელოს თავის უფლებამოსილება და გააკეთოს ის დადებითად რომ დატოვოს თავის თანამდებობა, გააკეთოს ის, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინა და წავიდეს ვლადიმერ პაპავასთან ერთად, რომ უნივერსიტეტში მოხდეს და დაიწყოს ახალი ერა, დაიწყოს ცვლილებები და სტუდენტებმა დავიწყოთ აქტიურად ჩაბმა საუნივერსიტეტო პროცესებში, იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის სტუდენტების ჯერ და ლექტორების და შემდეგ აკადემიური საბჭოსი და რექტორის და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ჩართულები უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. პირველ მაისამდე რჩება და შემდეგ იქნება შემსრულებელი. პრობლემა იკვეთება იმაში, რომ აკადემიური საბჭო თუ პირველ მაისს არ გადადგება, მას შეეძლება დარჩება უფლებამოსილება, რომ აირჩიოს კანცლერი, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი. კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ ჩვენი პროტესტი ზუსტად დაიწყო კანცლერობის კანდიდატის გამო. ახალი შემადგენლობით კიდათ რომ დაკომპლექტდეს ეს აკადემიურ საბჭოს, ხო? და სტუდენტებიც უნდა აკადემიურ საბჭოში სტუდენტების ჩარევა არ შეიძლება, იმიტომ რომ აკადემიურ საბჭო შინაგანად წესდების მიხედვით უნდა შედგებოდეს ფაკულტეტიდან წარმომადგენლებისგან, ლექტორებისგან. სტუდენტების ჩართულობა მოხდება მხოლოდ უბრალოდ ამ აკადემიურ საბჭოს არჩევის წესში, თორემ აკადემიურ საბჭოს სტუდენტებით დაკომპლექტებაზე საუბარი ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. და ამჟამად ანუ რექტორი ირჩევს? არა, აკადემიურ საბჭოს ამტკიცებს სენატი, მაგრამ აკადემიურ საბჭოს წევრები მიმართ არის გამოცხადებული უნდობლობა, იმიტომ რომ იგივე გაფრინდაშვილი წარადგინეს კანდიდატად, იგივე არჩვაძე, როგორც აუდიტის სამსახურმა დაადო დასკვნა,
იყო ის რომ დაირღვა კანონი, ამიტომ საბჭო რომელიც არღვევს კანონს, საბჭო რომელსაც გამოცხადებული აქვს უნდობლობა, არ უნდა დარჩეს უნივერსიტეტში რექტორის გადადგომის შემდგომ და არ უნდა აირჩიოს ახალი კანცლერი.